Святой, который вдохновлял апостолов писать эти послания, და სული წმინდა, რომელიც აღძრავდა მოციქულებს, რომ დაეწერათ ეს он знал, წერილები, что без мира Божьего в нашем сердце мы непригодны для Бога как сосуды. მან იცოდა, რომ ღმერთის მშვიდობის გარეშე ჩვენი გულები, ჩვენს гулებში ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ვემსახუროთ ღმერთს. Именно поэтому очень часто у нас пытаются враг наш этот мир украсть. და სწორედ ამიტომ ჩვენი მტერი ხშირად ცდილობს, რომ მშვიდობა დაგუკარგინოს. Но его попытки, они не являются оправданием для нашего поражения. მაგრამ მისი მცდელობა არ არის გამართლება ჩვენი დამარცხებისა. Писание говорит, что мы должны искать мир и стремиться к нему. წერილი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ მშვიდობა და Что мы ვესწრაფოთ должны хранить მშვიდობას. этот мир. და რომ ჩვენ ეს მშვიდობა უნდა И Отец, შევინარჩუნოთ. который с нами, Он больше того, кто в мире пытается с нами бороться. Амин. ამინ. და мама, რომელიც არის ჩვენთან ერთად და ჩვენში ის ბევრად უფრო მეტია Еще იმაზე, რაც Священное არის Писание говорит, გარეთ. что радость в Господе – это наше და подкрепление. კიდევ წმინდა წერილი ამბობს, რომ სიხარული უფალში არის ჩვენი გამტკიცება. И если мы хотим иметь силу в Господе, нам нужна эта радость. და თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ღმერთის ძალა, ეს ღმერთის სიხარულიც Вы უნდა знаете, გქონდეს. эта радость и этот мир, он вопреки чему-то бывает. და იცოდეთ რომ ღმერთის ეს მშვიდობა და სიხარული არის ასე ვთქვათ ყველაფრის და საპირისპიროდ. Обычно мы хотим испытывать состояние счастья. ჩვეულებრივ გვინდა ხოლმე რომ ბედნიერი შეგრძნებები გქონდეს. И счастье – это именно когда совпадают эти два фактора – и мир, и радость в твоей жизни. და ბედნიერება მაშინ არის ხოლმე, როდესაც ეს ორი ფაქტორი არის ერთდროულად შენ ცხოვრებაში, სიმშვიდე და სიხარული. И на русском языке, и на английском языке რუსულადაც და ინგლისურადაც происхождение этого слова «счастье», ამ სიტყვის წარმოშობა ბედნიერება, или как образованный человек сказал бы, этимология, განათლებული ადამიანი როგორც იტყოდა ეტიმოლოგია, она связана со случайностью. შემთხვევითობასთან არის დაკავშირებული. Сошлось что-то აი რაღაცა случилось. მოხდა, დაემთხვა И благодаря тому, что это случилось с тобой, ты в данный момент времени испытываешь какие-то эмоции. და იმის გამო რომ აი ეს შემთხვევით მოხდა, амის გამო ასეთ ბედნიერებას Через 10 განიცდი. минут что-то случилось другое, и ты все потерял. აი 10 წუთის შემდეგ რაღაც სხვა рам მოხდა და შენ დაკარგეს Но Иисус ბედნიერება. сказал, я воскресну, вы меня увидите. და იესომ თქვა რომ მე მკვდრეთით ავდგები და თქვენ მე მიხილავთ. И вот этой радости никто не сможет у тебя отнять. ჰალელუია. და აი ამ სიხარულს ვერავინ ვერ წაგართმევთ. Пусть Бог благословит нас, чтобы мир и радость Божья навсегда поселились в наших сердцах. და უფალმა გვაკურთხოს რომ უფლის მშვიდობა და სიხარული Несмотря на то, სამუდამოდ что в этом мире происходит. იყოს ჩვენს გულებში იმის და მიუხედავად რა ხდება А в этом წუთისოფელში. мире происходит очень много вещей, которые как раз стараются нас всего этого ამ лишить. წუთისოფელში კი ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ცდილობს რომ მშვიდობა დაგუკარგინოს. Ты только ждешь, что вот что-то сейчас должно измениться в лучшую сторону, შენ ელოდები, გაქვს მოლოდინი, რომ აი რაღაცა უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. и видишь, что люди терпят разочарование, и, возможно, ты вместе с ними. და ხედავ რომ ადამიანები იმედგაცრუებულები არიან და შეიძლება შენც გაგიცრუდეს Но я хочу იმედი. напомнить нам, как детям Божьим, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ თქვენს და ჩემს что наши ожидания радости и мира, როგორც ღმერთის შვილებს, რომ ჩვენი მოლოდინი ღმერთის მშვიდობისა და они სიხარულისა связаны далеко не только с тем, что в этом мире происходит. დაკავშირებულია არა იმდენად იმასთან, რაც ხდება ამ წუთისოფელში, А с тем, чего мы ожидаем от Бога. არამედ იმასთან, რასაც ჩვენ უფლისაგან И მოველით. потому Писание говорит, когда вы увидите, что в мире сбываются эти знамения, ამიტომ წერილი გვეუბნება, როდესაც თქვენ იხილავთ, რომ ამ წუთისოფელში ეს ნიშნები უკვე გამოჩნდება, связанные с приближающимся пришествием Иисуса Христа, რომელიც დაკავშირებულია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლასთან, Он говорит, поднимите ваши головы. მან თქვა აწიეთ თქვენი Не თავები. опускайте их, поднимите. სახეს ნუ დაწევთ, ზეცისკენ აწიეთ. Я хочу говорить сегодня на тему, которую я как бы вскользь упомянул и сказал, что буду говорить об этом. მე ვისაუბრებ თემაზე, რომელზეც უკვე გაკვრით ვთქვი და ისაც ვთქვი, რომ ამ თემას შემდეგ ვიქადაგებდი. Мы немножечко говорили о лжеучениях и
о чертах этих лжеучений, которые в церковь входят потихонечку. ჩვენ საუბრობდით ცოტაზე ცრუ სწავლებაზე და იმ ცრუ სწავლებების მახასიათებლებზე, რომლებიც შემოდის И ეკლესიაში. некоторые не потихонечку входят, они просто пытаются ворваться в церковь. ზოგიერთი ცრუ სწავლება ნელა-ნელა შემოდის და ზოგი И мы შემოვარდნას ცდილობს. недавно говорили на такую тему, как отрицание божественности Иисуса Христа. Помните, если ცოტა ხნის помните? წინ ჩვენ საუბრობდით Надеюсь, вы იმაზე. помните. და И я не зря говорил. იმედია რომ თქვენ გახსოვთ ჩვენ ვლაპარაკობდით რომ იესოს ღვთიურობაზე. Сегодня я хочу еще на одну тему говорить. დღეს კიდევ ერთ თემაზე მინდა И я ვისაუბრო. назвал мою проповедь «Борьба за веру». და მე უწოდე ამ ქადაგებას ბრძოლა რწმენისთვის. В современном мире это выражение, оно является почти провокационным сегодня. და თანამედროვე წუთისოფელში ეს განცხადება, ეს გამოთქმა თითქმის პროვოკაციულია. Именно потому, что многие люди, они борются за свою веру физически. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი თავისი რწმენისათვის ფიზიკურად იბრძვის. И некоторые конфликты, которые есть сегодня в этом мире, они носят религиозный და характер. ზოგიერთი კონფლიქტი, რომელიც არის წუთისოფელში, მას რელიგიური ელფერი აქვს. И больше всего зла этому миру принесли войны, которые были основаны на этом желании утвердить свою веру და физически. ყველაზე მეტი ზიანი მოიტანეს იმ ომებმა, რომლებიც აი ამ ცრუ, ასე ვთქვათ, სურვილზე იყო დამოკიდებული. Но мы знаем, что наша брань не против крови и მაგრამ плоти. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი бრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ. И хотя борьба по плоти – это вещь неприемлемая для нас, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა, ხორციელი ბრძოლა ჩვენთვის მიუღებელია, все-таки Священное Писание говорит, что мы должны отстаивать свою веру. წმინდა წერილი ჩვენ მაინც გვეუბნება იმას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ, დავრჩეთ რწმენაში. Не навязывать кому-то силой свою веру. ჩვენ ძალით ჩვენი რწმენა ვიღაცას თავს კი არ უნდა მოვახვიოთ, А хранить свое сердце არამედ დავიცვათ საკუთარი გული, от посягательств на твою веру. როდესაც თავს ესხმიან შენს რწმენას. Потому что будут люди, которые будут пытаться разрушить эту веру. იმიტომ რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან შენი რწმენის დანგრევას И ты должен ее защитить. და შენის უნდა დაიცვა. Это уже является твоей, моей ответственностью. ეს არის უკვე შენი და ჩემი Ты не можешь ждать, что პასუხისმგებლობა. это автоматически будет происходить. და შენ ვერ ესე იგი არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს ავტომატურად იქნება. И мы немножечко поговорим об этом და сегодня. ჩვენ ცოტათი ამაზე ვისაუბრებთ. Для начала я хочу прочитать место Писания, которое мы недавно упоминали. და დასაწყისისთვის მინდა წავიკითხო ადგილი, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ Видите, как я свято верю в то, что вы помните, о чем мы здесь ხომ говорим. ხედავთ როგორ წმინდად მჯერა იმისა, რომ თქვენ გახსოვთ ის, რაზეც იყო ნაკადაგები. Это будет послание Иуды, ეს არის იუდას წერილი, 1 глава, პირველი თავი, единственная, да, вы ერთადერთი знаете. თავი. И мы прочитаем 3-4 стихи этой главы. და ჩვენ წავიკითხავთ, ესე იგი, მესამე და მეოთხე მუხლებს. Для тех, кто испугался, хочу сказать, что это другой Иуда. Это не тот Иуда, который предал ვისაც Христа. შეგეშინდათ, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ის იუდა, ვინც იესო გაყიდა, სხვა Люди, იუდა. которые давно читают Библию, они знают разницу между тем Иудой и этим. და ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია კითხულობენ ბიბლიას, მათ იციან, რომ ეს არის ორი სხვადასხვა პიროვნება. Но здесь речь идет не о Иуде, предателе Христа, а о Иуде апостоле. აქ არ არის ლაპარაკი იმ იუდაზე, რომელიც იყო გამყიდველი, არამედ იმ იუდაზე, რომელიც იყო მოციქული. И здесь написано, და აქ დაწერილია. и мы верим, что это Дух Святой сказал. და ჩვენ გვწამს, რომ ეს თქვა სული წმინდა. Здесь написано, დაწერილია. возлюбленные, საყვარელნო, имея всякое усердие писать вам об общем спасении, ძალიან მოწადინებული ვიყავით ჩვენ საერთო ხსნაზე მომეწერა я თქვენთვის. почел за нужное писать вам увещевание, მაგრამ საჭიროდ ჩავთვარეთ წერილობით შემეგონებინეთ. подвязаться или бороться за веру, однажды переданную святым. რომ იღწვოდეთ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცათ. Ибо вкрались некоторые люди, ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, издревле предназначенные к этому осуждению, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, нечестивые, უღმრთონი обращающие благодать Господа нашего к распутству.
გარყვნილებად რომ აქციის ჩვენი ღვთის მადლი и отвергающегося единого владыки Бога и Господа нашего Иисуса Христа. და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. Давай начнем сначала, чуть-чуть как бы маленький такой микроразбор слова устроим. და მოდით თავიდან დავიწყოთ და აი ეს მუხლები კარგად გავარჩიოთ. Дух Святой говорит устами нашего брата апостола Иуды. სულიწმინდა გველაპარაკება ჩვენი ძმის მოციქულის იუდას პირით. Он говорит, что я собирался вам написать о спасении, о его важности. მე მინდოდა მომეწერა თქვენთვის გადარჩენაზე და მის მნიშვნელობაზე. Но когда я решил сделать это, მაგრამ როდესაც გადავწყვიტე ამის გაკეთება, мне на сердце положилось желание გულში ჩამედო სურვილი написать вам увещевание რომ თქვენთვის ესე იგი მომეწერა და შეგონება или убедить вас, რომ თქვენ დამერწმუნებინეთ что вам необходимо бороться за веру, которую вы когда-то получили. რომ თქვენთვის აუცილებელია საჭიროა იბრძოლოთ იმ რწმენისთვის რომელიც ერთხელ გადმოგეცათ თქვენ. Братья и сестры, спасение – это самое важное, что есть в нашей жизни. დებოდაცმებო, გადარჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გვაქვს. И мы спасены благодатью Божьей. და ჩვენ ვართ გადარჩენილი ღმერთის Это не მადლით. наша заслуга, это не плод наших усилий. ეს არ არის ჩვენი დამსახურება და არა ჩვენი საქმეებისამებრ. Это результат того, что сделал на кресте наш Господь Иисус Христос. ეს არის შედეგი იმისა, რაც გააკეთა ჩვენმა უფალმა იესომ ჯვარზე. Наше спасение – это дар благодати. ჩვენი გადარჩენა არის მადლის საჩუქარი. Если я не спасен, თუ მე გადარჩენილი არ ვარ, тогда ничего из того, что я стараюсь сделать для других людей, для церкви, для мира, оно не имеет никакой пользы. და თუ მე გადარჩენილი არ ვარ და ვაკეთებ რაღაცა კარგ საქმეებს სხვა ადამიანებისთვის, ეკლესიისათვის, ეს ყველაფერი არის ამაო. И Писание говорит, если ты спасешь весь мир, а своей душе повредишь, какая польза в этом? და წერილი იმასაც ამბობს, რომ თუ შენ გადაარჩევ მთელს სამყაროს შეიძენ, მაგრამ შენს სულს ავნებ, შენ რასარგებელი Мы хотим იქნება. служить людям и Богу ჩვენ გვინდა ვემსახუროთ ღმერთს და ადამიანებს, не для того, чтобы заслужить спасение, არა იმისთვის, რომ დავიმსახუროთ а გადარჩენა, именно потому, что мы спасены. არამედ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვართ Мы поняли გადარჩენილები ценность этого дара Божьего. და ჩვენ გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს Мы საჩუქარი. поняли, что важнее этого нет ничего в нашей жизни. გავაცნობიერეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობს. Потому что с самого начала იმიტომ რომ თავიდანვე Божьим замыслом для нас была вечная жизнь. ღმერთის ჩანაფიქრი ჩვენს მიმართ იყო მარადიული И вы სიცოცხლე. знаете, что падение в Эдемском саду через грех, და თქვენ იცით რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ესე იგი ედემის ბაღში оно и привело к утрате этой жизни. მან დააკარგვინა კაცობრიობას ეს მარადიული სიცოცხლე. И мы стали из человека адамияне, знаете? და გავხდით ადამიანი. Я привожу эти два слова მე მომყავს ეს ორი სიტყვა. именно потому, что они очень хорошо отражают суть человека. იმიტომ რომ ეს სიტყვები ძალიან კარგად ასახავენ ადამიანის ბუნებას. Русское слово «человек» означает вечный разум, чело вечное. და რუსული სიტყვა ადამიანი აღნიშნავს მარადიულ გონებას. А слово «адамияне», а на некоторых языках просто «адам», და ესე იგი ქართულად რო გვაქვს ადამიანი ან ზოგიერთ სხვა ენებში ადამი оно означает то состояние, в котором мы оказались в результате греха. ნიშნავს იმ მდგომარეობას რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით ცოდვის გამო. Однажды я в школе проповедовал. Бывало такое. სკოლაში ვქადაგებდი ასეთი რამ იყო. Это была грузинская школа, где-то на Исане, по-моему. ქართული სკოლა იყო, ქართულენოვანი რაღაცა И я სისანში. никак не знал, как этим детям объяснить, что такое грех, или почему люди грешники. და არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ბავშვებისთვის რა არის ცოდვა და როგორ ამეხსნა რატომ არიან ადამიანები. Я говорю, когда вам говорят, что это лобияне, что это значит? და ვეუბნებოდი რომ აი როცა თქვენ გეუბნებიან რომ ეს არის ლობიანი. Это значит внутри лобио. ეს ნიშნავს რომ ამ ესე იგი Когда говорят, что это картофельяне хачапури, что значит და это? როდესაც გეუბნებიან რომ კარტოფილიანი ხაჭაპურია რას Что там ნიშნავს? картошка внутри. რომ შიგნით გული
А когда тебе говорят, что ты адамияни, это что значит? და როდესაც გეუბნებიან რომ ადამიანი ხარ, რას ნიშნავს И они ეს? очень быстро это поняли. და ძალიან სწრაფად გაიგეს ეს. Это значит, это тадам часть нашей природы. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამი არის ჩვენი А ბუნების Бог хочет ნაწილი. нас через спасение вернуть до этой вечности. ღმერთს კი უნდა რომ გადარჩენის მეშვეობით ისევ მარადიულ Чтобы ты как дитя Божье имел эту вечную жизнь. რომ შენ როგორც ღმერთის შვილს ქონდეს მარადიული И სიცოცხლე. ценнее этого ничего не может быть в твоей моей жизни. ამაზე ძვირფასი და ფასეული არაფერი შეიძლება იყოს ჩვენ Но ცხოვრებაში. как мы получили наше და спасение? როგორ მივიღეთ ჩვენი გადარჩენა? Как мы получили эту благодать? როგორ მივიღეთ ეს მადლი? Мы получили через веру ее. ჩვენ ის მივიღეთ რწმენის Через მეშვეობით. веру. რწმენით. И поэтому, და ამიტომ когда враг хочет уничтожить результаты этого спасения в твоей жизни, როდესაც ესე იგი მტერს უნდა რომ ამ გადარჩენის შედეგი გაანადგუროს შენ ცხოვრებაში, когда враг хочет сбить тебя с пути, როდესაც მტერს უნდა რომ კარგ გზას, სწორ გზას он აგაცდინოს, предпринимает атаки именно на веру, чтобы исказить ее. ის თავს ესხმის რწმენას, რომ შენი რწმენა დაამახინჯოს. Написано вера от слышания, слышание от Слова Божьего. დაწერილია რომ რწმენა არის მოსმენისგან, ხოლო მოსმენა ღმერთის В другом სიტყვისგან. месте Писание говорит, имейте веру Божию. სხვა ადგილას წერილი გვეუბნება, იქონიეთ ღმერთის რწმენა. Нам нужна не любая вера. ჩვენ არ გვჭირდება ნებისმიერი სხვა Нам нужна რწმენა. не какая-нибудь вера. და რაღაცნაირი რწმენა არ გვჭირდება Нам нужна ჩვენ. не моя собственная вера. ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი Как საკუთარი иногда люди რწმენა. говорят, а я верю так. როგორც ზოგიერთი ადამიანი ამბობს ხოლმე, მე კი ასე მჯერა. Спасает только вера Божья. იმიტომ რომ გადაარჩენს მარტო ღმერთის რწმენა. Спасает только тот образец веры, გადაარჩენს მხოლოდ იმ სახის о რწმენა, котором Писание говорит. რომელზე ჩვენ გველაპარაკება Подвязайтесь или боритесь за ту веру, იბრძოლეთ იმ რწმენისთვის, которую когда-то предали святым. რომელიც Передали. თქვენ გადმოგეცათ ერთხელ წმინდანებო. Мы знаем человека по имени Авраам. ჩვენ ვიცნობთ ადამიანს სახელად აბრაამს. Бог использовал его жизнь, ღმერთმა გამოიყენა მისი чтобы ცხოვრება, открыть ему რათა მისთვის и გაეცხადებინა передать через него нам და მისი მეშვეობით ჩვენთვის тот გადმოეცა образец веры, которым мы спасемся. რწმენის ის მაგალითი, რომლითაც ჩვენ გადავრჩებით. Вы знаете, в этом мире очень многое меняется. ამ წუთისოფელში ძალიან ბევრი რამ И იცვლება меняется быстро. და ძალიან სწრაფად იცვლება. Скоро мне будет 60 лет, მალე 60-ს გავხდები. из которых 36 лет я уже в церкви. და ამ წლებიდან 36 წელი უკვე ეკლესიაში вар. В историческом плане это мгновение. ისტორიული საზომით ეს არის წამი. Писание говорит, мы рождаемся как на страдания в этот мир, чтобы как искры устремляться вверх. და წმინდა წერილი ამბობს რომ ჩვენ ვიბადებით ამ წუთისოფელში, რათა შემდეგ ესე იგი როგორც ნაპერწკლები უცბად И что наша жизнь это пар, являющийся на малое და რომ время. ჩვენი ცხოვრება არის როგორც ორთქლი, რომელიც ძალიან ცოტა ხნით В გამოჩნდება. историческом плане наша жизнь мгновенна. ისტორიული გაგებით ჩვენი ცხოვრება არის წამიერი Тем не менее для нас და მიუხედავად ამისა это самое ჩვენთვის важное время, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი которым დრო, определяется, где мы окажемся после всего этого. რომლითაც განისაზღვრება ამის შემდგომ სად И мы должны ვიქნებით. смотреть внимательно за тем, что с нами происходит. და ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმის მიმართ, თუ რა ხდება ჩვენ Я ცხოვრებაში. смотрю на мир, в котором я живу. მე ვუყურებ სამყაროს, რომელშიც И я ვცხოვრობ люблю очень часто говорить это, და მე მიყვარს ხოლმე ამის თქმა, что у меня ხშირად, такое чувство, რომ ისეთი შეგრძნება что я მაქვს, родился не в другой стране, რომ სხვა ქვეყანაში კი არ დავიბადე, а я родился когда-то на другой планете. არამედ საერთოდ სხვა პლანეტაზე დავიბადე. Когда я был маленьким, როდესაც პატარა ვიყავი, все было по-другому. ყველაფერი სხვაგვარად იყო. Люди другие были, ადამიანები სხვანაირები იყვნენ. одежда была другая, სამოსი სხვანაირი средства იყო. связи были другие, და კავშირის კომუნიკაცია средства სხვანაირი იყო. передвижения были другими, გადაადგილების საშუალება სხვადასხვანაირი
Психология людей была другой. ადამიანების ფსიქოლოგია სხვანაირი იყო. Я помню другие времена в этой მე стране. მახსოვს სხვა დრო ამ ქვეყანაში. Я помню, как мы жили, как одна семья. Я помню მახსოვს это. როგორ ცხოვრობდით, როგორც ერთი ოჯახი. Я родился и рос до определенного возраста в итальянском дворике, так называемом. გარკვეული პერიოდი მე დავიბადე და ვცხოვრობდი იტალიურ ეზოებს На самом ვეძახიან. деле, когда-то это весь двор был нашей семьи. და სინამდვილეში თავიდანვე მთელი ეზო იყო ეკუთვნოდა ჩვენს И ოჯახს. потом коммунисты отняли у нас часть и поселили каких-то людей. და შემდეგ კომუნისტებმა ნაწილ-ნაწილ ასე თქვათ წაგვართვეს, ჩამოგვართვეს და სხვა ადამიანებს მისცეს. Несмотря на это, ამის და я მიუხედავად чувствовал это в своих бабушке и дедушке. მე ვგრძნობდი და вხედავდი ამას ჩემს პაპასა და Я чувствовал დედიაში. это в своих отце и матери. მე ამას ვგრძნობდი ჩემს მამაში და Что они დედაში. относились к этим людям в нашем дворе так, რომ ისინი მათ ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ как будто ეზოში. это была наша семья. და ეს იყო ჩვენი ოჯახი. Я искренне думал до какого-то возраста, что все эти люди наши родственники. და რაღაც პერიოდამდე მე გულწრფელად მჯეროდა, რომ ყველა ვინც ამ ეზოში ცხოვრობდა, ყველა ჩვენი ნათესავი იყო. Настолько мы были близки друг с другом. იმდენად ახლობლები ვიყავით Несмотря на ერთმანეთისთვის. проблемы, которые время от времени все равно между людьми возникали. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც დრო და დრო ჩნდებოდა ხოლმე ჩვენ შორის. Были вещи, которые считались неприличными. იყო რაღაცეები, რაც უწესობად ითვლებოდა. Сегодня об этом кричат изо всех утюгов и чайников. დღეს ამაზე ხმამაღლა ყვირიან უსირცხვილოდ. Были вещи, о которых стыдно было думать, и сегодня люди хотят парады проводить на эту тему. იყო რაღაცა, რაც სასირცხვილოდ ითვლებოდა და ეხლა კიდე აღლუმების ჩატარება უნდათ ამ Есть თემაზე. менее заметные вещи, которые считались неприличными когда-то. არის შედარებით შეუმჩნეველი რამ, რაც ადრე უწესობად ითვლებოდა. Сегодня это становится нормой. და დღეს ეს არის ნორმა. Были вещи, которые считались нормой. იყო ადრე რაღაცა, რაც ნორმად Например, ითვლებოდა. как уважение к старшим людям. მაგალითად, როგორც უფროსების Даже პატივისცემა. незнакомым старшим людям. მაშინაც კი თუ ისინი უცხოები იყვნენ. Сегодня это разрушается. დღეს ეს ინგრევა. Когда женщина беременная входила в вагон метро, несколько человек вставало, чтобы уступить ей როდესაც место. ორსული ქალი შემოდიოდა მეტროში, რამდენიმე ადამიანი უცბად დგებოდა ფეხზე. Когда რომ пожилой ადგილი человек დაეთმო. входил в трамвай, в автобус, метро, люди вставали, чтобы уступить место. როდესაც ხანში შესული ადამიანი ამოდიოდა ტრანსპორტში, მეტრო, ეს ავტობუსი იყო თუ ტრამვაი, ხალხი დგებოდა და ადგილს Сегодня უთმობდა. наших детей учат. დღეს ჩვენს ბავშვებს Ты ასწავლიან. заплатил за билет, и это твое место. შენ ბილეთის ფული გადახდილი და ეს ადგილი Ты не შენია. должен никому ничего уступать. Это законное твое место. არავის არაფერი არ უნდა დაუთმო შენი ადგილი, ეს კანონით შენ გეკუთვნის ეს Почему ადგილი. я обо всем этом говорю? რატომ ვლაპარაკობ ამაზე? Вы думаете, наша вера не подвергается таким же попыткам ее თქვენ изменить? რა გგონიათ, რომ ჩვენი რწმენა არ განიცდის შეტევებს, რომ დამახინჯდეს? Вы думаете, это касается только мирской психологии, их привычек людей и так თქვენ далее? ფიქრობთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ამ წუთისოფლის ფსიქოლოგიას და მათ ჩვევებს? Мир пытается изменить нас тоже. წუთისოფელი ცდილობს, რომ ჩვენ შეგცვალოს. И мы должны быть очень ჩვენ осторожны. კი ძალიან ფხიზლად უნდა Поэтому ვიყოთ. Писание говорит, самих себя исследуйте. ამიტომ გვეუბნება წერილი, რომ გამოვიკვლიოთ Испытывайте საკუთარი, გამოვცადოთ საკუთარი Да, თავები. верили вы. ხართ რწმენაში თუ Не არა? других исследуй. სხვას ნუ გამოიკვლევ. Исследуй самого себя. საკუთარი თავი გამოიკვლიე. В каком состоянии ты находишься? რა მდგომარეობაში ხარ? И когда апостол Иуда Духом Святым пишет эти слова, და როდესაც მოციქული იუდა სულიწმიდი წერს ამ სიტყვებს, он особенно подчеркивает один вопрос, ის განსაკუთრებით ხას უსვავს ერთ который საკითხს, уже тогда подвергался давлению. რომელიც უკვე მაშინ განიცდიდა ზეწოლას. И я хочу сегодня именно об этом вопросе немного сказать. და აი ზუსტად ამ საკითხზე მინდა დღეს ვთქვა. Когда дьявол пытался исказить веру этой церкви, როდესაც ეშმაკი ცდილობდა ამ ეკლესიის რწმენის დამახინჯებას, чтобы разрушить ее спасительность для верующих людей, რათა იმდენად დაემახინჯებინა, რომ ამ რწმენას ვეღარ გადაერჩინა он ისინი, привел в церковь людей, მან მოიყვანა ეკლესიაში ადამიანები, которые принесли с собой учение, რომლებმაც მოიტანეს სწავლება, что благодать Божья რომ ღმერთის მადლი
Фактически есть разрешение делать все, что ты хочешь. ფაქტიურად არის ნებართვა რომ რაც გინდა ის გააკეთო. А это не так. ეს კი ასე არ არის. Благодать Божья, ღმერთის მადლი она не может быть поводом для распутства. არ შეიძლება იყოს მიზეზი თავაშვებულობისა. Благодать Божья ღმერთის მადლი – это не лицензия делать грех. არ არის იმის ლიცენზია რომ შენ შეგიძლია შესწოდო. Это не то, что однажды с тобой произошло, ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი აქტი რომელიც მოხდა შენ а ცხოვრებაში. потом ничто не может изменить этого, повлиять на это. და თითქოს და ამის შემდეგ ეს ყველაფერი უცვლელი დარჩება და არ И შეიცვლება. что бы ты ни делал, ის რომ რაც არ უნდა გააკეთო, ты не можешь потерять твою благодать. შენ მადლს ვერ დაკარგავ. Ты не можешь потерять свое შენ спасение. ვერ დაკარგავ გადარჩენას. Вы знаете, я рассказывал об этом когда-то. Я пару лет назад был на похоронах своей сестры в России. მე ამაზე მოვყვევი რომ რამდენიმე 1-2 წლის წინ ვიყავი ჩემი დის დაკრძალვაზე И уже რუსეთში. на обратной дороге мы с Джамбулом решили заехать к Феликсу с Лианой. Мы должны были взять, по-моему, с собой нашу сестричку дорогую, და იქიდან Алину. უკან რომ მოვდიოდით მე და ჯამბული, ხო, გადავწყვიტეთ რომ შეგვიარა ფელიქსისა და თან ალინა И წამოგვეყვანა. мы уже близко были от их города. Я получил звонок на WhatsApp. და უკვე ახლოს ვიყავი მათ ქალაქთან და ზარი მივიღე WhatsApp-ზე. Какой-то человек сказал: вот мы из России, мы хотим провести конференцию, нам здесь не разрешают. Можно вы организуете для нас конференцию в და Грузии? მან დაწერა ასეთი რამ, რომ აი ჩვენ რუსეთიდან ვართ, გვინდა კონფერენციის ჩატარება, ჩვენთან ხელს გვიშლიან, არ გვაძლევენ ამის უფლებას და შეიძლება რომ საქართველოში თქვენთან ჩავატაროთ ეს Я сказал: знаете, კონფერენცია. я скоро приезжаю на христианскую конференцию в России, насколько я знаю, проблем с этим нет. და მე უთხარი რომ მე მალე უნდა ჩამოვიდე რუსეთში ქრისტიანულ კონფერენციაზე და რამდენადაც მე ვიცი, პრობლემა არ არის მან კონფერენციების Но вы ჩატარება. знаете, эту конференцию проводит американец, его не пускают. მაგრამ მან მითხრა რომ ამ კონფერენციას ამერიკელი ატარებს და ამიტომ მას არ Ну, უშვებენ. то, что американцы не пускают в Россию, в это я могу поверить, конечно. და რა თქმა უნდა შემიძლია დავიჯერო ის რომ ამერიკას რუსეთში არ უშვებენ. Некоторых и я бы не пустил. ზოგიერთს არც И შეუშვებდი не только в Россию. და არა მხოლოდ რუსეთში. И он называет мне имя. და მან დამისახელა სახელი Я говорю: ну, извините, я не და знаю უთხარი его. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ მე მას არ Я ვიცნობ. немножко американцев знаю, но не всех. ცოტა რამდენიმე ამერიკელს ვიცნობ, მაგრამ ამ ადამიანს არ Он ვიცნობ. говорит: ну как же вы не знаете მან его? კითხა როგორ არ იცნობ? Слушай, их 350 миллионов, я не могу всех знать. 350 მილიონი არიან და ყველას ხომ ვერ გავიცნობ. И я говорю: хорошо, я поговорю с братьями, там, და обговорим вопросы. უთხარი რომ მე ძმებს გავესაუბრები, დაველაპარაკები, განვიხილავთ Он говорит: нет, ამ мы хотим, чтобы ваша молодежь тоже пришла к нам. და მან თქვა არა, ჩვენ გვინდა რომ თქვენი ახალგაზრდებიც მოვიდნენ. Я говорю: в таком случае, ამ дорогие, შემთხვევაში ძურფასებო, я хочу знать, что вы проповедуете. მე მინდა ვიცოდე რას Потому что мы ქადაგებთ. никогда не придем на какую-то конференцию и не пришлем никого, если мы не знаем, кто люди, которые к нам იმიტომ приезжают. რომ ჩვენ არ მოვართ კონფერენციაზე და მით უმეტეს არ გამოგზავნით ადამიანებს თუ არ Он გვეცოდინება сказал: რა нет იქნება, როგორი проблем, я сейчас ქადაგება пришлю იქნება. вам файлы. და მან თქვა პრობლემა არ არის, ფაილებს И эти გამოგზავნით. файлы стали лететь, как из пулемета в мой და ძალიან WhatsApp. ბევრი фаილი ძალიან სწრაფად გადმოვიდა Я ჩემს. сказал: спасибо, WhatsApp-ში. достаточно, я столько не მე послушаю. უთხარი რომ Один-два хватит. мне. ამდენი საჭირო არ არის, 1-2 ამდენს ვერ მოусმენ. Не было вечером у меня времени, я был уставший, утром я включил. საღამოთი დაღლილი ვიყავი, არ მომისმენია, დილით ჩავრთე. И парень берет это место Писания. და ეს ადამიანი იღებს ადგილს წერილიდან Римлянам 5:18. რომელთა 5:18. И здесь написано: და поэтому как დაწერილია. преступлением одного всем человекам осуждение, ამიტომ როგორც ერთის დანაშაულის გამო ყველას დაედო მსჯავრი, так праведностью одного всем людям оправдание. ასევე жизни. ერთის გამართლებით ყველას გამართლება И სასიცოცხლოდ. он берет это одно место Писания. და ის იღებს ამ ერთ И он говорит: ადგილს вот вы здесь прочитали.
და ის ამბობს, აი ახლა თქვენ აქ Все წაიკითხეთ, люди спасены. რომ ყველა ადამიანი არის გადარჩენილი. Даже каяться не нужно. მონანიებაც კი არ არის Многие საჭირო. люди, они так спасены, что даже не знают про это. ბევრი ადამიანი ისე არის გადარჩენილი, რომ თვითონაც არ Но იცის ამის Бог спас შესახებ. всех. მაგრამ ღმერთმა ყველა გადაარჩინა. Потому что здесь так написано. იმიტომ რომ აქ ასე წერია. А я сижу и думаю, ну прочитай несколько строчек ниже, там еще кое-что написано. მე კი ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე მუხლი გააგრძელე, წაიკითხე და იქ კიდევ სხვა რამეც И там წერია. начинается режим вопросов и ответов. და იქ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. И кто-то говорит, ну как же, вы же, как же, а вот были же плохие же люди же в истории. და там. ზოგიერთი ამბობს, რომ ისტორიაში цуди ადამიანებიც ხო И იყვნენ. человек на свой вкус выбрал примерно на самый, по его понятию, вот Гитлер, самый край, самый плохой человек в ვინც истории. ეკითხებოდა იმ ადამიანმა, ეხლა თავისი იმით შეხედულებით ამოირჩია მაგალითად გიტლერი, რომ როგორც ცუდი ადამიანის Я говорю, вот მაგალითი. интересно, что он და ответит сейчас. ვფიქრობ, აი ახლა საინტერესოა რა პასუხს Ну вы გასცემს. знаете же, мы же как люди смотрим. Мы с одной стороны видим მაგრამ человека. ასეთი პასუხი იყო, რომ ჩვენ უყურებთ ადამიანს როგორც ადამიანური А Гитлер, თვალებით. а ხოლო Бог Гитлера знает со всех сторон. მაგრამ ღმერთი გიტლერს ყველა მხრიდან И он იცნობს. в нем не только плохое видит. და მასში არა მხოლოდ ცუც ხედავს. Так что же, Гитлер будет спасен? და კითხვა, რა гитлერი გადარჩენილი იქნება? Так он уже спасен. და პასუხი гитлერი უკვე А как же эти გადარჩენილია. 6 миллионов евреев, которых он сжег в печах? და მაშინ ის 6 მილიონი ებრაელი რომ დაწვა იმ ღუმელებში. Ну, он там перед ними извинится, они его простят и все такое. აი, ბოდიშს მოუხდის, ისინი წაპატიებენ. Я говорю, неопытный человек, надо было задать другой вопрос. და მე ვიფიქრე, გამოუცდელია ეს ადამიანი სხვა კითხვა უნდა А я დაესვა. бы спросил насчет дьявола. და მე კიდე კითხვას დაუსვავდი იშმაგზე. А вот не тут-то было. მაგრამ ცოტა ადრე მომივიდა ეს ფიქრი. Разговор продолжается, გრძელდება и საუბარი оказывается, дьявол тоже спасен. და მათი საუბრიდან გამოდის ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ეშმაკიც გადარჩება. უკვე გადარჩა. Я слушаю все это. ყველაფერს ამას ვისმენ. Я вспоминаю другие места Писания. და სხვა ადგილები მახსენდება წმინდა წერილიდან. Например, в первом послании Иоанна там написано. იონეს პირველ წერილში დაწერილია. Если мы говорим, что не имеем греха, мы обманываем самих себя. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ცოდვა არ გვაქვს, საკუთარ თავს ვიტყუებთ. Ты можешь попытаться обмануть другого человека. შენ შეგიძლია შეეცადო და სხვა ადამიანიც მოატყუო. Ты можешь попытаться обмануть самого себя. შეგიძლია შეეცადო მოიტყუილო თავი, Но ты не можешь обмануть Бога. მაგრამ ღმერთს ვერ И მოატყუო. Его Слово говорит, და მისი სიტყვა когда ты ამბობს. говоришь, что у тебя нет греха, ты сам себя обманываешь. როდესაც შენ ამბობ საკუთარ თავზე რომ ცოდვა არ გაქვს, იტყუებ საკუთარ И თავს. знаешь, что написано? И истины нет в тебе. და კიდევ დაწერილია რომ შენში ჭეშმარიტება არ არის. Попытка человека ადამიანის მცდელობა отрекаться, то есть отрицать свою греховность, ის რომ უარყოს თავისი ცოდვილი ბუნება, რომ ცოდვილია, говорит о том, что истина еще не коснулась его. იმაზე გველაპარაკება, რომ ჭეშმარიტება მას ჯერ არ А შეხებია. дальше написано, შემდეგ კი დაწერილია, если мы исповедуем грехи наши, თუ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს то Он, будучи ცოდვებს, верен и праведен, მაშინ ის მართალი და ჭეშმარიტი простит нам наши грехи გვაპატიებს ჩვენს и ცოდვებს очистит нас от всякой неправды. და გაგვწმენს ყველა ურჯულუებისგან. Иоанна, Евангелие 1, 1 глава. და იოანეს სახარების პირველი თავი Вначале было Слово, Первый Слово было мухли. у Бога, Слово было Бог. თავდაპირველად იყო სიტყვა და ситყვა იყო ღმერთთან და ситყვა იყო Кстати, на ღმერთი. днях меня пригласили поговорить на обед, и в ресторане мне принесли бумагу, знаете, такую, что на тарелки на нее класть, как скатерть. И там внизу было написано, вначале было Слово, Слово было у Бога, и Слово было Бог. მე მიმიწვიეს ერთ-ერთ რესტორანში სასაუბრო და მომიტანეს თებში იყო და იმ თებში იყო ესე იგი დაწერილი ეს Это სიტყვა. слова о Иисусе თავდაპირველად Христе. იყო სიტყვა და სიტყვა იყო. Дальше там, это слова о Христе. ეს არის ქრისტეს შესახებ Дальше там სიტყვა. сказано, что Он пришел к своим, и свои не приняли Его. შემდეგ დაწერილია რომ ის მოვიდა თავისიანებთან და თავისიანებმა ის არ А тем, მიიღეს. которые приняли Его, ხოლო მათ ვინც ის მიიღო верующим во имя Его, მისი სახელის მორწმუნეებს Он дал власть быть Миса детьми Божьими. ძალაუფლება რომ ყოფილიყვნენ ღმერთის შვილები Оказывается, ты не можешь спастись автоматически просто потому, что ты და родился. გამოდის რომ შენ ავტომატურად მხოლოდ იმიტომ რომ დაიბადე გადარჩენილი ვერ იქნები Тебе нужно принять Христа. შენ უნდა მიიღო А ქრისტე это принятие происходит через Да, твое Христос искреннее раскаяние. მიღება
ხდება შენი გულწრფელი Когда ты მონანიების говоришь, შედეგად. Господь, я ничего не могу без тебя. როდესაც შენ ეუბნები, რომ უფალო შენს გარეშე არაფერი Я შემიძლია, осознаю себя грешником. მე ესე იგი ვაცნობიერებ, Я не რომ могу себя მე ვარ изменить. ცოდვილი და საკუთარი თავის შეცვლა არ Я შემიძლია прошу тебя, და გთხოვ, прости меня, მაპატიე, прими меня. მიმიღე И когда ты просишь его принять, და როდესაც შენ სთხოვ, რომ უფალმა მიგიღოს, ты принимаешь его. შენ მას ღებულობ. Вы знаете, когда я делал это первый раз, я сказал, Иисус, войди в мое сердце. და როდესაც ამას პირველად ვაკეთებდი, მე ვთხარი, უფალო იესო, შემოდი ჩემს გულში. Меня так научили. მე ასე მასწავლეს. Я даже не до конца понимал, что я говорю. ბოლომდე არც მესმოდა რას ვამბობდი. Уже на следующий день я почувствовал, что во мне кто-то другой живет. მეორე დღეს დილით მე უკვე ვიგრძენი, რომ ჩემში вигац ცხოვრობდა სხვა. Раньше это был кто-то, кого я боялся. ადრე იყო ვიღაცა, ვისიც მეშინოდა. Раньше я слышал какие-то голоса, чувствовал преследование. მესმოდა რაღაც ხმები და მე ესე იგი განვიცდი დევნას Сейчас во შევიგრძნობდი. мне живет кто-то другой. ეხლა ჩემში ცხოვრობს სხვა. Я его немножко боюсь. ცოტათი მეშინია მისი. Я его очень сильно уважаю. ძალიან დიდ პატივს ვცემ. Он иногда говорит мне нельзя, ხანახან ის მეუბნება არ შეიძლება, но я чувствую, что он любит меня больше, чем Მაგრამ- любил меня мой отец. მაგრამ მე ვგრძნობ, რომ მას უფრო მეტად უყვარვარ, ვიდრე უყვარდი ჩემს ხორციელ მამას. Больше, чем любила моя мама, хотя она Упро- бесконечно любила меня. მეტად უყვარვარ, ვიდრე დედა ჩემს უყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ დედას უსაზღვროდ Ты так უყვარდი. становишься детем Божьим. აი, ასე ხდები ღმერთის შვილი. Когда ты его принимаешь, როდესაც შენ მას когда ты ღებულობ, раскаиваешься, როდესაც შენ ინანიებ, когда ты ощущаешь, что он реально очистил все როდესაც твои грехи. შენ აცნობიერებ, რომ მან რეალურად წაშალა, გაპატია ყველა შენი ცოდვა. Но вы знаете, что происходит дальше? მაგრამ იცით შემდგომ რა Ты ხდება? каешься много-много раз. ბევრჯერ ინანიებ ამის მერე. Знаешь, как это интересно было? იცით როგორ Чем საინტერესოა? ближе ты подходишь к Богу, რაც უფრო უახლოვდები ღმერთს, ახლოს მიდიხარ მასთან, тем больше ты ощущаешь разницу между тобой и им. უფრო კარგად ხედავ განსხვავებას შენსა და მას შორის. Тем меньше ты понимаешь, как он смог тебя полюбить. და უფრო накლებად გესმის თუ როგორ შეგიყვარა მან. И ты каешься, каешься, და каешься. ინანიებ და ინანიებ. Ты уже спасен. შენ უკვე ხარ Но ты გადარჩენილი. все равно каешься, каешься, მაგრამ каешься. ინანიებ და Потому ინანიებ. что написано святой, да освящается еще. იმიტომ რომ დაწერილია რომ წმინდა კვლავ გაიწმინდოს. И вот приходит кто-то, который говорит тебе: და აი მოდის ვიღაცა შენთან და გეუბნება. да ладно тебе, что ты переживаешь вообще? რას ანერვიულობ საერთოდ? Делай, что хочешь. რაც გინდა ის გააკეთე. Бог тебя спас. ღმერთმა ხო გადაგარჩინა Он взял на себя твои грехи. და მან აზიდა ყველა შენი ცოდვა. Теперь это его проблема. ეხლა ეს მისი პრობლემაა. Делай, что хочешь. შენ კიდე რაც გინდა ის Он გააკეთე. сказал, что спасет. Пускай спасает как может, как მან ხო хочет. თქვა რომ გადაგარჩენდა. ეხლა როგორც უნდა და რანაირადაც უნდა გადაგარჩინოს ეს მისი Потому что პრობლემა. благодать невозможно потерять. იმიტომ რომ მადლის დაკარგვა არ შეიძლებაო. Но когда ты открываешь Священное Писание, მაგრამ როდესაც გადაშლი წმინდა წერილს, ты видишь какие-то другие моменты. შენ სხვა მომენტებს ხედავ. Ты видишь какие-то другие откровения Божьи. შენ ხედავ ღმერთის სხვა გამოცხადებებს. Ты видишь трудности, через которые тебе приходится შენ проходить. ხედავ იმ სირთულეებს, რომლის გავლაც გიწევს. Ты видишь искушения, через которые ты проходишь. შენ ხედავ იმ ასე ვთქვათ განსაცდელებს, რომლებიც უნდა გაიარო. И ты читаешь такую вещь, например. და მაგალითად კითხულობ ასეთ რაღაცას. Смотрите, чтобы нам не потерять того, над чем мы трудились. ყურადღებით იყავით, რომ არ დაკარგოთ ის, რაზეც ჩვენ ვიშრომეთ. Смотрите, чтобы благодать, принятая вами, не была принята напрасно. და რომ მადლი, რომელიც თქვენ მიიღეთ, არ იყოს, ესე იგი, ნაპრასნად, ყველა უბრალოდ. То есть мы должны Амаот. быть осторожны с этим. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრთხილად. И не должны და არ უნდა утверждаться на этих двух ложных доктринах. დავეყრდნოთ ამ ორ დოქტრინას, რომელიც არის სრულ. Что благодать невозможно утратить, რომ მადლის დაკარგვა и შეუძლებელია что спасение невозможно потерять. და რომ გადარჩენის დაკარგვა შეუძლებელია. Апостол Павел пишет в одном из своих посланий ერთ-ერთ წერილში მოციქული პავლე წერს о людях, ადამიანებზე, о которых он раньше говорил, а теперь со слезами говорит, რომლებზეც ადრე საუბრობდა და ეხლა კიდე ცრემლებით что они ლაპარაკობს, რომ поступают как враги креста Христова. ისინი მოქმედებენ როგორც იესოს ჯვრის И მტრები он говорит, почему. და ის ამბობს თუ რატომ.
Потому что Бог их чрева, იმიტომ რომ მათი ღმერთი არის მუცელი слава их в сраме, და მათი დიდება არის სირცხვილში они мыслят о земном. და ისინი ფიქრობენ მიწიერზე. Ну, они никогда не были спасены на самом деле, кто-то скажет. და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს ადამიანები არასოდეს არც ყოფილან გადარჩენილებიო. Я несколько раз видел в своей жизни такую картину. მე რამდენჯერმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში ასეთი სურათი. Однажды мы проповедовали на улице. ერთხელაც ქუჩაში ვქადაგებდით. Там был один парень. იქ იყო ერთი ბიჭი. Он услышал, он пришел поговорить. მან მოისმინა და მოვიდა სალაპარაკოდ. Вечером мы взяли его домой к себе, пригласили. საღამოთი სახლში დავპატიშეთ. Он молился молитвой покаяния от сердца. მან გულით წარმოთქვა მონანიების ლოცვა. У него был один ребенок. ერთი ბავშვი ყავდა. Жена была беременна на второго ребенка. და მეუღლე მეორე ბავშვზე იყო ორსულად. Но она настолько была разочарована этим человеком, что собиралась сделать аборт. მაგრამ ის ცოლი იმდენად იყო, ასე იგი, მას იმდენად იმედგაცრუებული იყო ქმრის მდგომარეობით, რომ მეორე ბავშვზე აბორტის გაკეთება Мы უნდოდა. начали служить этому человеку, мы служили его семье. და ჩვენ მოვემსახურეთ ამ ადამიანს, მოვემსახურეთ მის ოჯახს. Его жена покаялась. ცოლმა მოინანია У них родилось еще 4 детей. და კიდევ 4 ბავშვი შეეძინათ. Это была хорошая семья. კარგი ოჯახი იყო. Они служили Господу. ემსახურებოდნენ ღმერთს. А потом что-то случилось. მერე რაღაც მოხდა. Эти люди стали что-то прятать от нас. რაღაცების დამალვა Эти დაიწყეს люди перестали быть искренними. და გულწრფელები აღარ იყვნენ. А знаете, что с ними случилось? და იცით რა დაემართათ? Они приняли это учение об абсолютной благодати. მათ მიიღეს ეს ცრუ სწავლება, რომ ასე იგი ღმერთის მადლი უსაზღვროა. И этот человек подумал, что раз он Да. спасен по благодати, ამ ადამიანმა მიიღო ასეთი რამ, რომ რახან მადლით არის გადარჩენილი, теперь он может делать все, что он хочет. ეხლა შეუძლია ყველაფერი აკეთოს, რაც უნდა. И мы вынуждены были изгнать Да, этого чё- человека и всю его семью из церкви. ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ეკლესიიდან გაგვერიცხა ეს ადამიანი მთელ ოჯახთან Потому что он ერთად. сделал ужасные вещи, о которых я не хочу говорить. იმიტომ რომ მან მართლა საშინელებები ჩაიდინა, რისი თქმაც არც მინდა. Кто-то скажет, что он бы не был спасен. ვიღაცამ შეიძლება თქვას, გადარჩენილიც არ იქნებოდაო. Я видел, как он был спасен. მაგრამ მე ვიხილე როგორ იყო ის Я видел გადარჩენილი. жизнь спасения 15 лет или больше в его жизни. მე დაახლოებით 15 წელი ვხედავდი ამ ადამიანს Я გადარჩენილად. видел, как Бог участвовал в его жизни. და მე ვხედავდი როგორ მოქმედებდა ღმერთი მის Я видел, как ცხოვრებაში. Бог использовал его. მე ვხედავდი როგორ იყენებდა ღმერთი ამ А ადამიანს. потом я увидел, და მე ისაც когда დავინახე, человек отверг истинную благодать Божью, რომ როდესაც ადამიანმა უარყო ღმერთის ჭეშმარიტი когда человек მადლი, отверг истинную веру როდესაც ადამიანმა ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა и стал უარყო исповедовать разновидности веры, которая устраивала его, და აღიარებდა იმ რწმენას, რომელიც მას აწყობდა, он пережил ужасную обратную трансформацию. მან განიცადა საშინელი უკუ ტრანსფორმაცია. И он стал в 7 раз хуже, чем тогда, Да. когда он каялся первый раз. 7-ჯერ იმაზე უარესი გახდა, ვიდრე მონანიებამდე. Мы должны быть осторожны. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. Нашим хлебом должно быть священное Писание. ჩვენი პური უნდა იყოს წმინდა წერილი. Наша вера от слышания, ჩვენი რწმენა არის а მოსმენისგან. слышание от Слова Божьего. მოსმენა კი ღმერთის სიტყვისაგან. Сегодня я хочу сделать уточнение, братья и сестры. დღეს მინდა, ასე ვთქვათ, კიდევ დაწვრილებით В наше გითხრათ, время это ძმებო და ძმებო. существенное уточнение. იმიტომ რომ აი ეს დაზუსტება ჩვენს დროში ძალიან Это не მნიშვნელოვანია. просто от слышания, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ это მოსმენისგან. от чтения Слова Божьего. ეს არის ღმერთის კითხვისგანაც. Потому что наши Იმიტომ, რომ- возможности слышания очень сильно расширились сейчас. იმიტომ რომ ეხლა ძალიან გაფართოვდა ჩვენი შესაძლებლობა რომ მოვისმინოთ. Раньше единственным местом, где человек мог услышать Слово Божье, была церковь. ადრე ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლო ღმერთის სიტყვა მოესმინა, იყო ეკლესია. И те, которые это слово слушали,
და ისინი ვინც ამ სიტყვას И ისმენდნენ те, которые это слово проповедовали, და ისინი ვინც ამ სიტყვას они ქადაგებდნენ иногда за это платили очень высокую цену. ხანდახან ამის გამო ძალიან დიდ ფასს Ты იხდიდნენ мог оказаться в тюрьме просто потому, что ты посетил собрание. შენ შეიძლება მოხვედრილიყავი ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ იყავი И ქრისტიანულ ты гарантированно სიტყვაზე. оказывался в тюрьме, если ты говорил, что ты проповедник. და შენ გარანტირებულად ჩაჯდებოდი ციხეში თუ იტყოდი რომ Я მოქადაგე помню, как один старый человек рассказывал мне. მახსოვს როგორ მიყვებოდა ერთი ხანში Он შესული сказал, у ადამიანი нас было время в церкви, когда мы выбирали пастора на одно служение. მან თქვა რომ ჩვენთან იყო ასეთი პერიოდი ეკლესიაში რომ ერთი კვირით ერთი დღით ვირჩევდით ხუცესო Потому что наши старшие все сидели в тюрьмах. იმიტომ რომ ყველა ჩვენი ასე თქვა უფროსი იჯდა ციხეში Вот начинается воскресное служение. Кто сегодня будет пастором? და იწყება კვირი დღის მსახურება და ვინ იქნება დღეს ხუცესი И кто-то самый смелый говорит, братья, я буду сегодня და пастором. ყველაზე ასე თქვა გაბედული იმ დროს ამბობს დღეს მე ვიქნები ხუცესი А братья говорят, нет, у тебя 5 детей, пожалуйста, не нужно. და ძმები კი ეუბნებიან არა შენ არა იმიტომ რომ ხუთი შვილი Кто-то ყავს встанет и скажет, я еще даже не женат, давай я буду пастором. და ვიღაცა იტყოდა რომ მე ცოლიც არ მყავს და მე ვიქნები დღეს ხუცესიო Почему они это делали? რატომ აკეთებდნენ Потому что если бы ამას пришло КГБ на собрание, იმიტომ რომ კგბ რომ მოსულიყო ამ они бы сразу შეკრებაზე сказали, кто пастор. იმ წუთში Спросили бы იკითხავდნენ ვინ არის ხუცესი И верующий человек не может обмануть, он должен сказать, это я. და მორწმუნე ადამიანს არ შეუძლია რომ მოიტყუილოს და იტყოს მე ვარო И если ты пастор, тебе 7 лет тюрьмы на лбу написано. და თუ ხუცესი ხარ 7 წელი გაწერია შუბლზე ციხე Это не было очень непросто. ეს არ იყო უბრალოდ Но сегодня, მაგრამ დღეს если у тебя есть просто мобильный телефон, თუ უბრალოდ მობილური გაქვს ты можешь найти кучу проповедников. შეგიძლია მოძებნოთ ძალიან ბევრი მქადაგებელი Из них очень много хороших людей. ბევრი მათგანი არის კარგი Они ადამიანი действительно дар Божий своей церкви. და მართლაც კურთხევები არიან თავიანთი Благословенные ეკლესიისთვის учителя и проповедники. კურთხეული მქადაგებლები მასწავლებლები Но есть некоторые, მაგრამ არიან ზოგიერთნი которые вкрались, как здесь написано. რომლებზეც როგორც დაწერილია რომლებიც შემოიპარნენ Тебе нужно читать Слово Божье. შენ უნდა იკითხო წერილი Если ты читаешь Слово Божье, თუ შენ პირადად კითხულობ ღმერთის если ты სიტყვას питаешься не интерпретациями этого слова, а ты от Бога сам это слово თუ принимаешь, ღმერთის სიტყვის ინტერპრეტაციებით კი არ იკვებები არამედ პირადად ღმერთის სიტყვით тогда იკვებები потихонечку ты приобретаешь способность различать злое от доброго. შენ გარკვეული დროის შემდეგ ნელა-ნელა იძემ იმის უნარს რომ გაარჩიო რა არის ჭეშმარიტება და რა არის Когда ты ბოროტება слушаешь все подряд, როდესაც შენ ყველაფერს უსმენ тебе განურჩევად гарантировано духовное нездоровье. გარანტირებული გაქვს რომ შენ არ იქნები сулიერად ჯანსაღი Люди, у которых есть маленькие дети, и они ходят в детский сад, вы меня поймете, о чем я говорю. და ადამიანები რომელსაც პატარა ბავშვები ყავთ და ისინი საბავშვო ბაღში დადიან თქვენ გამიგებთ Болезни всегда приходят через маленьких детей из детского сада и школы. ეს ვირუსები ავადმყოფობები მოდის პატარა ბავშვებიდან საბავშვო Ты ბავშვებიდან посылаешь здорового ребенка туда, შენ გზავნი იქ ჯანსაღ а там ბავშვს какая-то мама, она знает, что ее ребенок болен, და იქ კი ვიღაცა დედამ იცის რომ მისი ბავშვი ავად არის но ей очень нужно на работу, она не Მაგრამ- может не пойти на работу. მას ძალიან სჭირდება სამსახურში მისვლა არ შეუძლია გაცდენა Даже не можешь осуждать ее за это, потому что, Да. может быть, ей нечего есть. ვერც დაძდებ მსჯავრს შეიძლება სამსახურში რო არ წავიდეს საჭმელიც არ ქონდეს И через этого ребенка полгруппы завтра და больные. ამ ბავშვის შემდეგ ესე იგი ნახევარი ჯგუფი უკვე Через этого ავადდება ребенка, если это новый вирус, вся остальная семья переболеет. და თუ ეს ახალი ვირუსია ბავშვის სახში რომ მოიტანს ამ ვირუსს მთელი ოჯახი შეიძლება შეეყაროს Точно так же происходит с интернетом. ასევე ხდება ინტერნეტთან Ты დაკავშირებით не знаешь, с кем ты общаешься. შენ არ იცი ვისთან გაქვს ურთიერთობა Ты должен точно знать, с кем ты შენ разговариваешь. ზუსტად უნდა იცოდე ვისთან გაქვს Я хочу ურთიერთობა привести один пример, он будет звучать немножечко резко, грубо, может быть, но простите меня за это, пожалуйста. და ერთი მაგალითი უნდა მოვიყვანო და შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს და ამის გამო მაპატიეთ И я должен сделать кое-какие оговорки. და მე რაღაცები უნდა ზუსტად გითხრათ Нет, я не буду говорить этот пример. Помучитесь немножко. Я не хочу никого обидеть через этот пример.
არ მინდა რომ ამ მაგალითის გამო ვიღაცას Кому-то сделать больно. ვიღაცას Потому что, ვატკინო несмотря на мои оговорки, все равно это будет больно. Не нужно. იმიტომ რომ რანაირადაც არ უნდა ვთქვა, მაინც ეს მტკივნეული იქნება. Посмотрите, что говорит Священное Писание. შეხედეთ რას ამბობს წმინდა წერილი. Это 2 Тимофею 3, 16, 17. მეორე ტიმოთეს 3:16-17. Здесь написано, все Ах, да, Писание Терия. богодухновенно и Ром. полезно. მთელი წერილი ღვთის სულიერია და სასარგებლოა, Для научения, სასწავლებლად, для обличения, სამხილებლად, для исправления, გამოსასწორებლად, для наставления в праведности. ჭეშმარიტებაში დასამოძღვრად, Да будет совершен Божий человек, რათა იყოს ღმერთის ადამიანი ко всякому доброму делу приготовлен. მომზადებული ყველა კეთილი Я საქმისათვის. знаю это место Писания наизусть. მე ვიცი წმინდა წერილის ეს ადგილი ზეპირად. Когда я понял много лет назад важность этого слова, როდესაც მე მრავალი წლის წინ გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა, я решил выучить его наизусть. მე გადავწყვიტე ზეპირად მესწავლა. Есть несколько таких мест Писания, которые как столбы. Знаешь, мудрость тебе 7 столбов вытесала, да? არის ესე იგი რამდენიმე მუხლი, როგორც დაწერილია, რომ სიბრძნემ 7 სვეტი გამოთალაო. У тебя должны быть столпы, на которых зиждется вся твоя вера. შენ უნდა გქონდეს ასეთი სიტყვის ესე იგი სვეტები, რომლებზეც ემყარება შენი И все они რწმენა. должны быть из Слова Божьего. და ყველა ეს სვეტი უნდა იყოს ღმერთის Не из სიტყვიდან. чьей-то проповеди, из Слова არა Божьего. ვიღაცის ქადაგებიდან აღებული, არამედ ღმერთის სიტყვიდან. Знаешь, как это прекрасно, когда ты вдруг делаешь открытие Слова Божьего сам. იცით რა შესანიშნავია, საოცარია, როდესაც შენ ღებულობ გამოცხადებას პირდაპირ პირადად ღმერთის Когда ты სიტყვიდან. читаешь и понимаешь. როდესაც შენ კითხულობ და გებულობ, Вот это сейчас тебе открыл აი Дух ეს Святой. ეხლა სულიწმინდა შენ გაგიცხადა. Иногда ты сомневаешься, правильно это или нет. ხანდახან ეჭვი გეპარება სწორია თუ არა. И потом где-то ты получаешь подтверждение, და что это შემდეგ так. ცოტა ხანში შენ ესე იგი სხვა მხრიდან დამოწმებასაც Знаете, у ღებულობ. меня как это было, когда я был молодой верующий, у нас не было никакой вспомогательной литературы, вообще როდესაც никакой ახალგაზრდა практически. მორწმუნე ვიყავი, არავითარი დამხმარე ლიტერატურა არ ქონდა. Никаких библейских школ, никаких არავითარი словарей. ლექსიკონები, არავითარი სკოლები ბიბლიური. Первая книга вспомогательная, которую я видел, это «Мир с Богом» Билли Грэма. Очень классная книга. და პირველი ასეთი წიგნი, რომელსაც თქვათ მოხვდა ჩემს ხელში, მშვიდობა მერთან ბილი գրემის. Потом была книга Карги Пэт цигни. Брукс «Первая страница Библии». Тоже очень და интересная книга. შემდეგი წიგნიც იყო Первая страница Библии. ბიბლის პირველი გვერდი, ძალიან всё. კაი წიგნი И და всё. მორჩა. Больше ничего. სხვა არაფერი. Ничего не было. არ იყო სხვა. И несмотря на то, что я русский, и я читаю Писание по-русски, და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ვარ და რუსულად ვკითხულობდი წერილს, многие вещи для меня были непонятны. ბევრი რაღაცა ჩემთვის იყო გაუგებარი. Не только в смысле терминологии, с которой я в жизни не встречался. არა მხოლოდ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც მე ცხოვრებაში არ შემხვედრია. Там были принципы, которые были принципები. непонятны для меня. რომლებიც ჩემთვის იყო გაუგებარი. Потому что я был другим человеком, я был комсомольцем, пытался вступить в партию, там еще იმიტომ რომ чего-то. სხვა ადამიანი ვიყავი კომკავშირელი, მე მქონდა მცდელობა პარტიაში შევსულიყავი. Вся моя жизнь, она была заквашена вот этими взглядами. და მთელი ჩემი ეს ცხოვრება აი ამ საფუარით იყო И გაჟღენილი. когда я что-то не мог понять, და როდესაც რაღაცას ვერ ვგებულობდი, я не мог понять какое-то место Писания. ვგებულობდი წმინდა წერილს რაღაცა Иногда я один ადგილს. стих изучал 15-20 минут, как ხანდახან тупой. ერთ მუხლს შევისწავლიდი 15-20 წუთი თითქოს და тупой. Гонеба члунги вიყავი, მაგრამ я в школе очень хорошо მაგრამ учился. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. Я даже в институте учился. Представьте ინსტიტუტში себе. ვსწავლობდი, წარმოიდგინეთ. И меня раздражало, что я что-то не могу და понять. მე ის მაღიზიანებდა, რომ ვერ ვგებულობდი. Но потом я прочитал слова Иисуса Христа. შემდეგ მე წავიკითხე იესო Он ქრისტეს пошлет Духа სიტყვები. Святого, ის წარმოგზავნის სული который წმინდას, ведет нас в познание всякой истины. რომელიც ჩვენ შეგვიძღვება ყოველგვარ ჭეშმარიტებაში, И я начинал შემეცნებაში. молиться, пожалуйста, Дух და Святой, მე открой ვიწყებდი мне ლოცვას, это, გთხოვ открой мне სულ это, წმინდაო, открой мне это. გამიცხადე ეს. Я боялся,
მე მეშინოდა Боялся неправильно понять. მეშინოდა რომ არასწორად Потому что გამეგო очень часто я в то время встречал, особенно в нашей пятидесятнической среде, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით ჩვენს ასე ვთქვათ გარშემო 50-იანულ მაშინდელ 50-იანულ საზოგადოებაში людей, которые ხდებოდი одно и то же ადამიანებს место Писания абсолютно по-разному понимали. ადამიანებს რომლებსაც ერთი და იგივე მუხლი სულ სხვადასხვანაირად И они ესმოდა говорили, а мне это Бог открыл так. და ისინი ამბობდნენ ღმერთმა მე ესე გამიცხადა А я спрашивал, может, не открыл, может, закрыл. და მე კიდე უბნებოდი იქნებ კი არ გაგიხსნა დაგიხურა Это настолько далеко от здравого იმიტომ смысла, რომ то, как ты ეს думаешь. იმდენად შორია იმ საღი აზრისგან რასაც ჩემ ფიქრობ И когда я сам не мог что-то понять, და როდესაც მე თვითონ რაღაცას ვერ ვგებულობდი я просил, Господь, там ხოვდი сказано, ღმერთო დაწერილია Дух Святой придет, и Он ведет тебя в რომ познание истины. მოვა სული წმინდა და შემიძღვება ჭეშმარიტების Я молился, შემეცნებაში Боже, открой мне, пожалуйста, ღმერთო открой. გამიცხადე Я გთხოვ хочу правильно это понять. იმიტომ რომ მე მინდა ეს სწორად Я хочу გავიგო правильно это знать. მე მინდა ეს სწორად ვიცოდე И какое-то понимание приходило. და მოდიოდა გაგება Потом я поехал в библейскую школу. შემდეგ წავედი ბიბლიურ სკოლაში Потом я стал ездить на какие-то конференции. შემდეგ რაღაცა კონფერენციებზეც И иногда я встречался там с этими темами, которые были трудные для меня და когда-то. ხანდახან მე იქ ხვდებოდი იმ თემებს რომლებიც ოდესღაც ჩემთვის რთული იყო И человек говорил, და ადამიანი а ამბობდა вот в греческом оригинале აი ბერძნულ здесь ორიგინალში такое слово написано, ისეთი სიტყვა и დაწერილი поэтому это местописание და ამიტომ წმინდა წერილს ეს будет правильно ადგილი понимать вот так. სწორად იქნება რომ აი ესე გავიგოთ А я сидел тихо, მე კი ჩუმად ვიჯექი вот без этих yes современных, да, очень тихо. ძალიან მშვიდად ვიჯექი И говорил, და спасибо тебе, ვამბობდი Господи. მადლობა შენ ღმერთო Спасибо тебе, Господь. მადლობა შენ უფალო Оказывается, это ты со мной разговаривал. იმიტომ რომ თურმე შენ Что მელაპარაკებოდი может быть лучше того, ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს когда Роца. Бог разговаривает с тобой? ღმერთი შენ გელაპარაკება И если это точно Бог, და თუ ეს ნამდვილად и ღმერთია если это Он открыл тебе, და თუ მართლაც მან გაგიხსნა никто не сможет стереть это из твоего сердца. ვერავინ შეძლებს ამის წაშლა შენი То, что გულიდან ты сам получил от Бога, ის რაც შენ თვითონ მიიღე ღმერთისგან это очень трудно у тебя отнять потом. ძალიან რთულია ეს რომ ვინმე წაგართვას Но если ты слышал что-то от проповедника, მაგრამ თუ რაღაცა მოსმენილი и это გაქვს показало себя მუხადაგის вау, მეშვეობით ярким, классным откровением, და вау, თუ супер, да, ისე хорошо. ძალიან ლამაზად და კარგად მოგეჩვენა Ты услышишь другого проповедника, მეორე მქადაგებელს მოусმენ который, возможно, будет ярче этого, который был до этого. რომელიც შესაძლოა უფრო ენაწყლიანი იყოს И что ты будешь делать და тогда? აი მაშინ რა სიძავ Ты будешь менять свое мнение, как флюгер. Знаешь, куда Да, ветер щас- подул, ты поменялся. შენს ასე თქვა შეხედულებებს ხან ერთ მხრივ შეეცვლე ხან მეორე მხრივ Но мы должны быть тверды. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ В მტკიცენი нашей вере тверды. ჩვენს რწმენაში უნდა ვიყოთ Это не значит, что მტკიცენი мы не должны меняться. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა შევიცვალოთ Если вдруг ты узнаешь, თუ შენ გაიგებ что что-то в твоем понимании ограничивало Бога, რომ შენს გაგებაში რაღაცა ზღუდავდა ღმერთს и ты получаешь более глубокое, более твердое და откровение, თუ შენ უფრო ღრმა და დიდ გამოცხადებას მიიღებ это не ღმერთისგან трудно, это не стыдно признать. ამისი აღიარება სირცხვილი არ არის Мы должны возрастать в нашей вере. ჩვენ უნდა გავიზარდოთ Мы რწმენაში должны возрастать в познании და Господа. უნდა გავიზარდოთ ღმერთის Ты не შემეცნებაში можешь сразу все познать. შენ უცბად ყველაფერს ვერ გაიგებ Недавно ვერ мы вспоминали, შეიმეცნებ как одному моему другу мать сказала. ცოტა ხნის წინ ვიხსენებდით იმას როგორ უთხრა დედამ Она მეგობას сказала, я не знала, что мой сын тупой. მე არ ვიცოდი რომ ჩემი შვილი ასეთი გონება ჩლუნგია Он говорит, мама, почему? დედა რატო Ты уже 5 лет эту книгу читаешь, до сих пор дочитать не смог. შენ უკვე 5 წელია ამ წიგნს კითხულობ და ბოლომდე ვერ გახვედიო ვერ წაიკითხეო Она говорила про Библию. ბიბლიაზე ეუბნებოდა Но Библия – это другая მაგრამ книга. ბიბლია განსაკუთრებული Каждый раз, когда წიგნია ты снова ее читаешь, ყოველთვის როცა ხელახლა ты კითხულობ какой-то მას новый слой открываешь для себя. შენ რაღაცა ღმერთი ახალ რაღაცა ახალ ელფერს И этот слой გაჩვენებს не опровергает то, что ты до этого принял. ის რაც ეხლა გაგიცხადა ბოლოს არ უარყოფს იმას რაც წინ გაგიცხადა Оно ღმერთმა углубляет это. უბრალოდ ამას უფრო Оно делает это ჩაღრმავებს сильнее, благословение для უფრო тебя. ძლიერი გამოცხადება და უფრო И если კურთხევას что-то განიჭებს
приспилось к тебе, что не его, და თუ რამე მოგეწება ის რაც ღმერთისაგან არ არის, это слово от тебя убирает. ეს სიტყვა შენ ამას უბრალოდ Оно მოგაშორებს. освещает тебя. შენ Оно გაგანახლებს, освобождает тебя. გაგანთავისუფლებს Оно укрепляет და тебя. Это განგამტკიცებს. слово Божье. ეს არის И ты ღმერთის должен სიტყვა его принять сам. და სიტყვა ღმერთისგან უნდა მიიღო В конце პირადად. хочу сказать об очень важной вещи. ბოლოს მინდა გითხრათ ერთი ძალიან Почему же მნიშვნელოვანი люди რამ. все-таки попадаются на какие-то неправильные вещи? რატომ არის რომ ადამიანები მაინც წამოეგებიან ხოლმე აი ამ სიცრუეს არასწორს Иногда они попадаются на это, потому что они пренебрегают, если можно так сказать, мерами безопасности. და შეიძლება ასე ითქვას რომ ისინი ხანდახან უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. Вот я, например, сейчас 2 меры безопасности назову. აი მაგალითად ეხლა ორი უსაფრთხოების წესს Если დაგისახელებთ. ты будешь пренебрегать этими თუ вещами, შენ ამას უგულებელყოფ, это будет то же самое, что когда ты хочешь бежать на улицу, ребенок, мама говорит, шапку одень, простудишься. ეს იგივე იქნება რომ აი მაგალითად გარეთ გასვლა გინდა სასტრაფო და დედა გეუბნება რომ ქუდი დაიხურეო. Не, мама, не простужусь. არა დედა არ გავცივდები. Возвращаешься, და როცა დაბრუნდები, აი ესეთ მდგომარეობაში тебе დაბრუნდები. говорили не делать შენ этого. უკვე გითხრეს რომ ეს არ უნდა გააკეთო. Но есть немножко другая категория. მაგრამ არის ცოტა სხვა კატეგორიაც. Вы знаете, есть в нашей жизни, или могут быть в нашей жизни какие-то очень твердые небиблейские убеждения. შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში იყოს რაღაცები, როგორც სიმაგრეები, მაგრამ არ იყოს ის ბიბლიური. Давай назовем это любимыми грехами. Давай так назовем. მოდი დავარქვათ ამას საყვარელი Какой-то ცოდვები. любимый грех, который ты любишь. ნებისმიერი შენი საყვარელი ცოდვა. И ты говоришь, Господи, вот Да, все вот. оставлю, это прости. Ну, это... ღმერთო, აი ამ ყველაფერს Это მივატოვებ, не могу. მაგრამ ამას ეს მაპატი, ამას თავს ვერ И დავანებებ. пытаешься как-то с Богом договориться на это. ვცდილობ, რომ აი ამ თემაში რაღაცნაირად ღმერთს Ну, это მოელაპარაკო. грех, но он не такой уж греховный, не такой уж ცოდვა კი грешный. არის, მაგრამ დიდი ცოდვა ხო არ არის. Я же никому это плохо этим не делаю, я ж только себе. ამ ცოდვით ზიანს არავის არ ვაყენებ, მხოლოდ საკუთარ Я თავს. ж не всегда, я только иногда. ყოველთვის ხო არ ვცოდავ, ხანდახან Никто ж ვცოდავ. не видит, ты видишь, а ты меня простишь, Господь. ამას ვერავინ ვერ ხედავს, მარტო შენ ხედავ ღმერთო და შენ კიდე მაპატია. Плохого примера никому не подам. ცუდ მაგალითს არავის არ ვაჩვენებ. Это может касаться чего угодно. ეს შეიძლება შეეხებოდეს И вот у человека ნებისმიერ есть грех, с რაღაცას. которым он не хочет разбираться. თუ არის ადამიანის ცხოვრებაში ცოდვა, რომლის მიტოვებაც ადამიანს არ უნდა Потому что შეგნებულა. любит его. იმიტომ არ უნდა რომ Что უყვარს. происходит в это время? ამ დროს რა ხდება? Человек начинает этот грех оправдывать. ადამიანი იწყებს ამ ცოდვის И вот он გამართლებას попадает в церковь какую-то, და ის ხვდება ეკლესიაში и там, как назло, და როგორც ასე თქვათ რაღაც განსაკუთრებული ჯინაზე ხო этот вредный пастор ეს მავნე ხუცესი или проповедник какой-то зловредный, ნებისმიერი მავნე მოკადაგე он именно на эту тему говорит. ზუსტად ამ თემაზე ლაპარაკობს И ты начинаешь закипать внутри себя. და ამ დროს შინაგანად დუღდები У тебя есть два варианта. ორი ვარიანტი გაქვს Либо тебе нужно покаяться, ან უნდა მოინანიო либо ты идешь, включаешь компьютер, ან მიდიხარ და რთავ კომპიუტერს загружаешь YouTube YouTube-ზე გადადიხარ и начинаешь скроллить его в поисках проповедника, და იწყებ ისეთი მოკადაგის ძიებას который скажет тебе, да не переживай. რომელიც გეტყვის ნუ И ინერვიულებ я тебе гарантирую, ты найдешь такого проповедника. და მე გარანტიას გაძლევ რომ შენ მოძებნი იპოვი ასეთ მქადაგებელს Вы знаете, Писание говорит об этом, წერილი გვეუბნება ჩვენ ამის что мы შესახებ живем в такое время, последнее რომ время, ჩვენ ბოლო დროს ვცხოვრობთ когда люди будут отвергать, некоторые люди будут отвергать здравое учение რომ ზოგიერთი ადამიანი უარყოფს ჯანსაღ სწავლებას и будут избирать себе учителей, და ამოირჩევენ მასწავლებლებს которые льстили бы их слуху. რომლებიც აამებენ მათ ყურს И это очень опасно. და ეს არის ძალიან სახიფათო Очень опасно всегда искать подтверждение ძალიან სახიფათოა რომ ყოველთვის ესე იგი ეძებდე своим დასკურს наклонностям греховным. შენს ცოდვის მიდრეკილებაზე Даже если твоя совесть тебя осуждает. მაშინაც კი როდესაც შენი სინდისი Мы можем შენ договориться со გამხელს своей совестью. ჩვენ შეგვიძლია ასე თქვათ მოველაპარაკოთ საკუთარ Мы სინდისს можем найти проповедника
по нашему вкусу. შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით მოვძებნოთ მოქადაგე, Но мы не сможем договориться с Богом, მაგრამ ჩვენ ვერ მოველაპარაკებით ღმერთს. если то, что мы делаем, მაშინ თუ რასაც ვაკეთებთ, Он ненавидит. მას ეს ზძულს. Я не хочу продолжать очень долго, уже 3 часа сейчас. აღარ მინდა გავაგრძელო, Но я хочу сказать მაგრამ მინდა გითხრათ. 2 правила по технике безопасности ორი духовной. უსაფრთხოების წესის სულიერი გაგებით. Они оба основаны на Священном Писании. ორივე ეფუძნება წმინდა წერილს. Первое место – это первое послание Тимофею, 4 глава, 16 стих. პირველი ტიმოთეს მეოთხე თავის მე-16 მუხლი. Здесь написано: დაწერილია: «Вникай в себя и в учение, ჩაუკვირდი საკუთარ თავს და სწავლებას. занимайся этим постоянно, იყავი ამით დაკავებული ибо გამუდმებით. так, поступая, и себя Радганაც. спасешь, и слушающих тебя». ასეთი ქცევით საკუთარ თავსაც გადაარჩენს და შენს მსმენელსაც. Вникай в себя, ჩაუკვირდი საკუთარ თავს, исследуй себя. გამოიკვლია საკუთარი თავი. Писание не один раз это говорит. წმინდა წერილი ამას ერთხელ არ Но здесь ამბობს. очень интересные критерии выставлены, смотри. მაგრამ აქ ძალიან საინტერესო კრიტერიუმებია Вникай в წარმოჩენილი. себя и в учение. რომ ჩაუკვირდი საკუთარ თავს და სწავლებას. Если ты человек с თუ совестью, შენ ხარ სინდისიერი ადამიანი и твоя совесть тебя в чем-то осуждает, და შენი სინდისი რაღაცაში и გამხელს ты будешь заниматься только тем, что копаешься в себе и в своих და поступках, შენ ესე იგი ჩაეძიები მხოლოდ შენს გულს და შენს ქცევებს შენ სინდისში, я гарантирую тебе депрессию. გარანტია დეპრესია. Я гарантирую тебе, что тебе понадобятся консультации, возможно, психиатр, დაგჭირდება возможно, лекарства. დაგჭირდება ამ მდგომარეობიდან სერიოზულად გამოსვლა. Потому что если ты будешь копаться внутри себя самом, то იმიტომ რომ только, მხოლოდ საკუთარ თავს თუ ჩაეძიები და ჩაუღრმავდები, будучи человеком с совестью, თუ შენ იქნები სინდისის მქონე и ადამიანი, будешь находить слой за слоем больше, больше и больше. უფრო მეტ და მეტ ასე ვთქვათ უმართლობას აღმოაჩენ შენს თავში Ты никакой надежды не найдешь для და себя. იმედს ვერ იპოვი. С другой стороны, მეორე მხრივ, если ты вникаешь в себя и в Писание, თუ შენ ჩაუღრმავდები შეისწავლი შენს მდგომარეობას და წერილს, ты найдешь одну очень интересную вещь. შენ ძალიან საინტერესო რაღაცას იპოვი. Писание может обличить тебя წერილს შეუძლია შენ გამხილოს и заставить твою совесть говорить с тобой, და უბიძგოს შენს სინდის რომ შენ დაგელაპარაკოს. даже если ты чего-то не замечал. მაშინაც კი თუ შენ რაღაცას ვერ ამჩნევდი, Но Писание, მაგრამ წერილი чтобы ты не пропал и чтобы твоя совесть не сожгла тебя до конца, იმის გამო რომ შენ არ დაიკარგო და შენ სინდისმა არ დაგწვას, она скажет тебе о ის любви შენ Бога. აგრეთვე გეტყვის ღმერთის Оно სიყვარულზე. скажет тебе о милости Божьей. გეტყვის ღმერთის Оно წყალობაზე. даст тебе выход. მოგცემს დაგანახვებს Оно поднимет გამოსავალს. тебя. წამოგწევს. Потому что в 144-м псалме и в многих других местах იმიტომ რომ 144 ფსალმუში და ბევრ სხვა ადგილას написано, что Бог Да поднимает целия. всех, которые падают. რომ ღმერთი წამოაყენებს დაცემულს. Если ты упал თუ შენ и დაეცი ты взываешь к Богу, და შენ ღმერთს შეღაღადებ, Он тебя не оставит внизу. ქვემოთ კი არ დაგტოვებს. Он поднимет тебя. წამოგწევს Он извлечет тебя из тинистого болота. და ღრმა ჭაობიდან ამოგიყვანს. Поставит ноги твои на твердом და основании. შენს ფეხებს მყარ ადგილას Он сделает დააყენებს. мышцы твоими твои შენს сильными. კუნთებს გააძლიერებს. Ты будешь сокрушать медный лук. და შენ გაღუნავ დამტრევ Он сделает ноги твои, как у оленя. და ირმის ფეხებს И на დაამსგავსებს свои შენს ფეხებს высоты возведет და тебя. თავის სიმაღლეებზე На такие აკიყვანს высоты, на которые ты не смог бы без него ისეთ подняться. სიმაღლეებზე რომელზეც მის garaშე შენ ვერასოდეს Аллилуйя. აღწევდი Это потому, что ты вникал не только в ეს себя, იმიტომ რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს а ты უღრმავდებოდი вникал в Писание არამედ тоже. ერთდროულად შენ უღრმავდებოდი ღმერთის Это первое სიტყვასაც правило ეს безопасности. არის უსაფრთხოების პირველი წესი Исследуй себя. გამოიკვლია საკუთარი Если თავი тебе что-то очень сильно понравилось, подозрительно понравилось, თუ რაღაცა ძალიან მოგეწონა ისე რომ უკვე ეჭვიც კი გეპარება а твоя совесть начинает уже Шени- пищать от ужаса, და შენი სინდისი ამ დროს უკვე ყვირილს იწყებს проверь свое сердце. შენი გული შეამოწმე
через Священное Писание. წმინდა წერილის მეშვეობით. Может, ты любишь что-то, что Бог ненавидит? შესაძლოა შენ გიყვარს ის, რაც ღმერთს ზულს. Это первое правило. Это Проверяй, первый вникай в лицей. себя, შეამოწმე. вникай в Писание. შეამოწმე საკუთარი გული და შეამოწმე წერილის И второе სინათლით. правило, და которое ты მეორე должен соблюдать. მეორე წესი, რომელიც უნდა დაიცვა. Мы уже читали его в прошлый раз, когда говорили о божественности Христа. ჩვენ უკვე ვკითხულობდით წინაზე, როდესაც ვლაპარაკობდით იესო ქრისტეს ღვთიურობაზე. 1 Иоанна 4:1. პირველი იოანეს, ესე იგი 14. Не всякому духу верьте, возлюбленные, но испытывайте духов, от Бога ли они. რომ ესე ყველა სულს ნუ ენდობით, არამედ შეამოწმეთ სული ღმერთისაგან არის თუ არა. Раньше мы думали так. ადრე ჩვენ ასე Мы ვფიქრობდით. видим, что человек как бы связанный. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი რაღაცა შებოჭილია Им говорю, нечистый дух, как твое имя? და ვეუბნებოდით, უწმინდრო სულო, რა ქვია შენ И мы სახელი? верили, что он обязан назвать свое имя. და ჩვენ გვჯეროდა, რომ ის ვალდებული იყო თავისი И სახელი еще мы ეთქვა. верили, что мы не сможем его изгнать, если мы не будем знать его настоящее имя. და კიდევ ასეთი რწმენა იყო, რომ თუ მისი სახელი არ ვიცოდით, ვერ გამდევნიდით მას. Но если это нечистый дух, что стоит ему обмануть тебя? Он обманщик. მაგრამ თუ ის უწმინდური სულია, რა დააკავებს, რომ მოგატყუილოს? Такое иногда бывает, ასეთი ხანდახან ხდება. когда тебе нужно услышать это имя и назвать его и сказать, убирайся вон именем როდესაც Иисуса. შენ ხანდახან უნდა მოისმინო მისი სახელი და იესოს სახელით უნდა განდევნო. Но чаще всего это Მაგრამ- место Писания имеет в виду что-то другое. უფრო ხშირად წმინდა წერილის ეს ადგილი სხვა რაღაცაზე გველაპარაკება. Оно имеет в виду те духи, которые стоят за учителями и проповедниками. ამ ხედველობაში არის ის სულები, რომლებიც დგან მასწავლებლების და მქადაგებლების И მიღმა. Писание говорит, не верь всем подряд. და წერილი გვეუბნება ყველას, ნუ დაუჯერებ. Испытывай. გამოსადე. Опять, как испытывать? და როგორ გამოვცადოთ? Что является критерием? რა არის კრიტერიუმი? Критерием опять является Слово Божье. კრიტერიუმი ისევ და ისევ არის ღმერთის Ты სიტყვა. знаешь, когда я летел в Америку однажды, ერთხელაც როდესაც ამერიკაში მიფრინავდი, я читал Священное Писание в самолете. თვითმფრინავში ვკითხულობდი წმინდა Это место წერილს. Писания. ამ ადგილს. Пророчество не уничижайте. ესე იგი, წინასწარმეტყველებას ნუ Все испытывайте, დაამცირებთ. хорошего держитесь. ყველაფერი გამოსადეთ, კეთილს И я ჩაეჭიდეთ. стал думать об этом, потому что до этого я пережил какие-то вещи. დავიწყე ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ იქამდე მქონდა რაღაცა განცდები И Бог фактически мне показал. და ღმერთმა ფაქტიურად დამანახა. Если я не проверяю и не испытываю духовные проявления через других людей, თუ მე არ ვამოწმებ სულიერ გამოვლინებებს, რომლებიც ადამიანების მეშვეობით მოდის, это говорит о моем несерьезном к ним отношении. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მე მათ მიმართ სერიოზულად არ ვარ И знаешь, что განწყობილი. это значит და еще? იცით კიდევ რას ნიშნავს ეს? Настоящий Божий человек ნამდვილი ღმერთის ადამიანი никогда не обидится на тебя. არასოდეს განაწყენდება Если ты შენზე. захочешь убедиться в верности того, что он тебе преподает. თუ შენ გადაწყვეტ, რომ შენ შეამოწმო და დარწმუნდე იმაში, რომ მართლა ღმერთისაგან არის ეს Как это ты меня ნათქვამი. проверяешь? როგორ მამოწმებ? Да ты что, Духа Святого შენ проверяешь? რა სული წმინდას ამოწმებ? Нет. არა. Я не проверяю Духа Святого. მე სული წმინდას არ Я ვამოწმებ. просто хочу знать, точно ли это Дух Святой. მე უბრალოდ მინდა იმისი გაგება, მართლა სული წმინდისგან არის ეს? И если это Дух Святой, და თუ ეს სული წმინდისგან он не არის, будет противоречить словам Священного Писания. ის არ შეეწინააღმდეგება წმინდა წერილის Он не სიტყვებს. будет противоречить словам Христа. ის არ შეეწინააღმდეგება იესო ქრისტეს И когда სიტყვებს. ты встречаешься Да. вот с этими людьми, როდესაც აი ამგვარ ადამიანებს ხვდები, которые вызывают у тебя сомнения, რომლებიც შენში ეჭვს или იწვევენ, давай скажем так, Ай, сомнения магазин- не вызывают, но ты ничего об этих людях не знаешь. შეიძლება ეჭვს არც იწვევდნენ, მაგრამ ამ ადამიანებზე ელემენტარულად არა გაქვს ინფორმაცია, არ იცი. Пожалуйста, будь осторожен. მაშინაც იყავით ძალიან, Знаешь, потому что Втилат. Иисус сказал, იმიტომ რომ იესომ თქვა, по плодам их познаете их. მათი ნაყოფით შეიცნობთ მათ. Вы знаете, раньше мы не назначали в церковь, и сейчас не назначаем служителей и проповедников, в чьей жизни мы не убеждены. არც ადრე და არც ახლა არ ვაყენებთ მსახურებაში ადამიანს, ვის ცხოვრებასაც არ ვიცნობთ.
Не обязательно, чтобы этот человек был абсолютно совершенен. Таких людей нету. არის აუცილებელი და ეს შეუძლებელიც არის რომ ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერში სრულყოფილი იყოს. Но направление его მაგრამ жизни, მისი ცხოვრების оно მიმართულება должно быть Господу. უნდა იყოს უფლისკენ. Динамика его жизни, მისი ცხოვრების დინამიკა она должна быть положительной. უნდა იყოს დადებითი. В смысле стремления ко Христу. ის რომ ის უნდა ესწრაფოდეს უფლისკენ. Но когда ты включаешь компьютер или телефон свой, მაგრამ როდესაც შენ თავშენს კომპიუტერს, შენს и ты видишь ტელეფონს человека, о котором ты ничего не знаешь, და ხედავ ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი არ იცი, пожалуйста, будь осторожен. ფრთხილად იყავი. Ты даже не имеешь плодов, по которым ты мог бы судить, შენ кто этот человек. ნაყოფებიც არ დაგინახავს, რისი მეშვეობითაც შეგიძლია სწორი დასკვნა გამოიტანო ამ ადამიანზე. Лучше пропусти одного-двух проповедников хороших, лучше пропусти их мимо. ჯობია რომ შენ ასე ვთქვათ არ მოусმინო ერთი-ორ კარგ მქადაგებელსაც. Чем ты проглотишь Видре. кого-то, кто несет лжеучение. ვიდრე შენ ესე იგი ჩაყლაპო ცრუ სწავლების მქადაგება. Если это был хороший проповедник, თუ ეს იყო კაი მქადაგებელი, и тебе необходимо услышать то, что ты пытался услышать через него, თუ შენთვის აუცილებელი იყო იმის მოსმენა, რასაც ის ქადაგებდა, поверь мне, что Бог знает, что დამიჯერე. тебе нужно. დამიჯერე რომ ღმერთმა იცის შენ И პირადად Он რა обязательно გჭირდება откроет это тебе. და შენ ამას აუცილებლად გაგიცხადებს. Либо через твою церковь, ან შენი ეკლესიის либо მეშვეობით, непосредственно через Слово ან Божье, ღმერთის სიტყვიდან либо პირადად, через каких-то людей, которых церковь Ан- знает и доверяет этим ან людям. იმ ადამიანების მეშვეობით, რომელსაც ეკლესია იცნობს და ენდობა. Твое к тебе придет. შენი რაც გჭირდება შენთან Но მოვა. если ты не можешь увидеть плоды человека, მაგრამ თუ შენ არ გაქვს იმის საშუალება ვერ ხედავ ადამიანის ნაყოფებს, лучше пока отложи это в сторону. გვერდზე გადადე. Пока ты точно не будешь знать, სანამ არ დარწმუნდები, что этот человек живет правильно перед Христом, რომ ეს ადამიანი ქრისტეს წინაშე სწორად ცხოვრობს, что он приносит добрые плоды, რომ მას მოაქვს კარგი что его ნაყოფი, проповедь не содержит в себе искажений, обусловленных его наклонностями какими-то რომ греховными. მისი ქადაგება არ მოიცავს თავში დამახინჯებულ შეხედულებებს Поверьте იმის мне, გამო, что რომ это აქვს очень важно. არასწორი მიდრეკილებები და დამიჯერეთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. Мы живем сейчас в мире возможностей. ჩვენ ეხლა შესაძლებლობების სამყაროში ვცხოვრობთ. Иногда люди могут сказать, что то, что я говорю сейчас, ограничивает их свободу. შეიძლება ზოგიერთმა ისაც იფიქროს ან თქვას, რომ მე ვიღაცის თავისუფლებას აი ამ სიტყვებით ვზღუდავ. არა. Вы свободны делать то, что вы თქვენ хотите. ხართ თავისუფლები გააკეთოთ ის, რაც გინდათ. Я просто умоляю вас. მე უბრალოდ გეხვეწებით. Пожалуйста, будьте осторожны. ფრთხილად იყავით. Будьте осторожны. ფრთხილად იყავით. У нас у всех есть одна очень важная задача. ყველა ჩვენგანს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დანიშნულება. Возрасти в Христе и спасать других людей. რომ ჩვენ გავიზარდოთ ქრისტეში და გადავარჩინოთ სხვა Если ადამიანები. церковь превратится в место, где мы постоянно лечим людей, которые что-то не то съели, თუ ეკლესია გადაიქცევა საბადმყოფოდ, რომლებშიც სულ გამუდმებით მიდის მკურნალობის პროცესი, იმიტომ რომ მათ რაღაცა შხამიანი შეჭამეს დალიეს, это лишит нас возможности служить этому миру. ეს ჩვენ ასე ვთქვათ წაგვართვებს имის საშუალებას, რომ წუთი სოფელს მოვემსახუროთ. Я очень надеюсь, что все вы Имеди услышали то, Макс. что мы говорили сегодня. რომ Правильно поняли თქვენ это. მოისმინეთ და სწორედ გაიგეთ ის, რაც იყო დღეს ნათქვამი. Знаете, почему Бог дал нам Священное Писание? იცით, რატომ მოგცა ღმერთმა წმინდა წერილი? Мы все можем его понять. ჩვენ ყველას შეგვიძლია მისი Мы გაგება. все можем его понять. ყველას შეგვიძლია მისი То, что გაგება. мы не можем понять, Бог нам это не сказал. ღმერთს არ უთქვამს ჩვენთვის ისეთი რამ, არ მოუწია რისი გაგება ჩვენ არ Несколько дней შეგვიძლია. назад я читал, как Иоанн Святой был на небе. რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი, როგორ იყო წმინდა И там იოანე 7 ზეცაში громов проговорили. და შვიდმა кухиლის ხმამ И Иоанн კუხილისმა уже დაელაპარაკა взялся записывать это. და იოანემ ესე იგი გადაწყვიტა ეს ჩაეწერა, Ему сказали, нет. მაგრამ უთხრეს არა.
Это нельзя записывать. ამის ჩაწერა არ შეიძლება. Никто не должен и не может это знать. არავის არ შეუძლია და არავინ არ უნდა А იცოდეს все, ეს. что написано, ხოლო ის რაც უკვე მოცემული Всё, что გვაქვს дано нам დაწერილი, Священное Писание. რაც მოცემული გვაქვს წმინდა წერილში, ты можешь это понимать. შენ შეგიძლია ამისი გაგება. Кто-то скажет, ну я только в начале этого пути. და ვიღაცამ შეიძლება თქვას, მე მხოლოდ ამ გზის დასაწყისში Если ვარ. у тебя чистое сердце, თუ შენ გაქვს სუფთა გული, я тебе хочу сказать то, что Минь Бог да сказал гитра. через Исаию. რაც ღმერთმა თქვა ესაიას მეშვეობით, Даже неопытный, გამოუცდელიც კი, идущий этим путем, რომელიც ივლის ამ გზით не заблудится. არ დაიკარგება. Мы можем заблудиться ჩვენ შეგვიძლია დავიკარგოთ только если мы пойдем за нашими грехами. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავყვებით საკუთარ Если ცოდვებს. мы идем за Христом, თუ ჩვენ ქრისტეს მივყვებით, мы не потеряем наше спасение. ჩვენ არ დავკარგавთ ჩვენ Мы не ხსნას, потеряем нашу ჩვენ благодать. არ დავკარგавთ მადლს, Мы не потеряем нашу ჩვენ веру. არ დავკარგავთ ჩვენს Но რწმენას. просто учти это, უბრალოდ что გაითვალისწინე, иногда тебе нужно Ром. за твою веру побороться. ხან და ხან შენი რწმენის გამო მოგიწევს Это ბრძოლა. необходимая часть твоей жизни. ეს არის შენი ცხოვრების აუცილებელი Если რამ. ты веру, которую дал тебе Бог, считаешь чем-то ценным, береги ее, пожалуйста. თუ რწმენას, რომელიც შენ მოგცა ღმერთმა, აფასებ და ძვირფასადეთული И გაუფრთხილდი. ты можешь сказать то, что в конце жизни сказал апостол Павел. და შემდეგ შეძლებ თქვა ის, რაც მოციქულმა პავლემ თქვა თავისი ცხოვრების Течение დასასრულს, совершил, გზა განვლე, веру сохранил, რწმენა и შევინარჩუნე теперь мне готовится венец და жизни. ეხლა გამზადებულია ჩემთვის გვირგვინი И не только мне, და არა მხოლოდ ჩემთვის, но и всем возлюбившим Арамет. пришествие Его. ყველასთვის არის გამზადებული, ვინ შეიყვარა იესოს მოსვლა. Возлюбил пришествие Иисуса? თუ შენ შეიყვარე იესოს Кто მოსვლა, возлюбил пришествие Иисуса? ვინ შეიყვარა იესოს მოსვლა? Кто ждет Его снова? ვინ ელოდება მას კვლავ? Береги свое сердце. გაუფრთხილდი საკუთარ გულს. Береги свой венец. გაუფრთხილდი იმ Бог его გვირგვინს. уже приготовил. იმიტომ რომ ღმერთმა ის უკვე Это твой მოგიმზადა. венец. ეს შენი На გვირგვინია. нем написано твое имя. მასზე დაწერილია შენი Пускай სახელი никто другой не возьмет его. და სხვა მას ვერ აიღებს. Давайте встанем для მოდით молитвы. წამოდგეთ ლოცვისთვის.